სასამართლო დარბაზის ცირკად ქცევა და კანონმდებლობის მასხრა დაგდება. სწორედ ასე აფასებენ უფლებადამცველები ყველაფერს, რაც დღეს სინდისის პატიმრების პროცესზე ხდებოდა. დღეს 60-მეს მოусმინეს. მართალია ისინი ამბობენ, რომ გიორგი ჯიქიასა და ლევან ბასილაძის შემთხვევაშიც აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა და რომ ეს ორი მოწმეც აცდენილია რეალობას და მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლო განცხადებებს აკეთებს. თუმცა არსენ ღუნეშვილის კომენტარმა და იმ განცხადებამ, როდესაც მან მოსამართლეს შესთავაზა, რომ ჯიბიდან შეეძლო ამოიღო ეგრეთ წოდებული ფლეშკა, მეხსიერების ბარათი და ასე წარედგინა მისთვის განახლებული მონაცემები, განახლებული მტკიცებულებები, განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ადვოკატებში. ისინი ამბობენ, რომ ამ ადამიანმა ქართული სასამართლოს უსამართლობის რეკორდიც კი მოხსნა. მაყურებლისათვის უფრო ადვილად რომ იყოს გასაგები, აქამდე ძირითადად აქცენტირებდნენ ხოლმე უფლებადამცველები იმაზე, რომ მაგალითად რაც ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით არსებობს მასალა, ვიდეო მტკიცებულება, როგორც ამას ამბობენ, არის უხმო და ვერაფერს ვერ ამტკიცებს. აი ამ მასალის ჩანაცვლება უნდათ რომ მოხდეს ამ განახლებული ვიდეო მასალით და აქედან გამომდინარე, სწორედ უფლებადამცველები ამბობენ იმას, რომ ეს არის იმ ძალიან დიდი უკანონობისა და აბსურდის თეატრის გაგრძელება, რასაც ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია უყურებს ქართულ სასამართლოში. პროკურატურამ ჩაიდინა გაუგონარი რამ, როცა გამომძიებელს მოატანენა ფლეშკით და მან თავად აღნიშნა, რომ ჯიბეში მაქვს ვაგეთ ფლეშკა, სადაც მწერია ვიდეო, რომელსაც არ გაუვლია არც ერთი ეტაპი, არც რამე ექსპერტიზა. სასამართლომ სამწუხაროდ მისცა შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულება იქნეს ჩართული სასამართლო პროცესზე და დაერთოს. ეს იყო ხრიკი, საცირკო წარმოდგენას მე უფრო დავარქმევდი, როცა პროკურატურამაც და სასამართლომაც იჟონგლიორეს საქართველოს კანონით. ამ ვიდეო საფუძველზე, რომელიც არის რეალურად ლაივი, გავრცელებული ერთ-ერთ Facebook გვერდის მიერ, ბრალდების ხარის მტკიცებით ჩანს და ისმის ზვიად ცეცხლაძის მიერ დაორგანიზება დანაშაულისა. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვიდეოს არ აქვს ხმა. მთელი ეს ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ გამომძიებელმა მოусმინეს ამ ვიდეოს, იყრებოდა წყალში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ნაკლები სირცხვილი აერჩიათ სასამართლოში და ეს უბრალოდ ძალიან ნათელი ინდიკატორია იმისა, თუ რა უბედურ დღეში არის სასამართლო და ბრალდების ხარი. საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორც ამას ბრალდების ხარი ამბობს და უთითებს ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეში, თითქოს და ეს მტკიცებულება ადასტურებდა ზვიად ცეცხლაძის მხრიდან ორგანიზების გაწევას, მაშინ როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო მასალა ფიზიკურად არ იყო რელევანტური და არ იყო თავისი შინაარსით ინფორმაციული, სხვა მეთოდით, არასწორი და უკანონო მეთოდით შეძლო და წარმოადგინა ბრალდების მხარე სასამართლოში. მოსამართლემ ფაქტობრივად აი ამ გადაწყვეტილებით ირიბად დაარღვია ის მთავარი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სისხლის სამართლის პროცესი და ეს არის შეჯიბრდობის პრინციპი და ირიბად პროკურატურას მისცა შესაძლებლობა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით, რომ გაემყარებინა ის მტკიცებულება, რომელიც საერთოდ არ არის საკმარისი, რომ დადგინდეს პირის ბრალდება და შესაბამისად სასამართლომ აი ამით შეეცადა, რომ პროკურატურის ეს რაღაც შეცდომა, რაც წინა პროცესზე დაუშვა და არსებითი შეცდომა არის, გამოესწორებინა. სასამართლოზე ჯიბით მიტანილი მტკიცებულებები გამაოგნებელი აღმოჩნდა იმ სამოქალაქო აქტივისტებისთვისაც, რომლებსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ქართული ოცნებისა და მის მიერ მართული სასამართლოსაგან აღარაფერი უკვირთ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ რადონის უკანონობასთანაც არ უნდა ჰქონდეთ საქმე, როგორ მასშტაბებსაც არ უნდა მიაღწიოს ქართული ოცნების უსამართლობამ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეაშინებთ მათ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, აუცილებლად გამოვლენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და სწორედ ამის დემონსტრირება არის დღევანდელი დღეც, რადგან პროტესტის ზუსტად 253 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია. კვლავ მოვლენების მთავარი ეპიცენტრი არის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პროტესტი არ წყდება. ამიტომ აქტივისტები უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შეშფოთებას გამოხატავენ ამ უპრეცედენტო ფაქტთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ეს არის მართლაც გამაოგნებელი, თუ როგორ ცდილობს ახლა ფაქტების ფალსიფიცირებას ქართულ ოცნებას დაქვემდებარებული სასამართლო, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მეორეს მხრივ არის мотиваცია მათთვის იმისთვის, რათა გააგრძელონ ბრძოლა და არ დაანებდნენ. ჩვენი პოლიტპატიმრები არიან ძევლები რეჟიმის და აუცილებლად ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა იყოს იქ მისვლით, აქ მოსვლით და ყველგან უნდა ისმოდეს ჩვენი სამართლიანი ხმა. ასე რომ ეგრეთ წოდებული მოსამართლეები, რომლებიც უსამართლობას ხარს უჭერენ და სამარცხვინო ცრუ მოწმეების საფუძველზე წლებს არიგებენ, ეს არის საშინელი დანაშაული და დიახ, ეს დანაშაული სოფლიო დონეზე უნდა ვამხილოთ. ძალიან რთული ვითარება თვითონ მოსამართლეთა კლანის შიგნითაც, იმიტომ რომ ისინი უკვე არიან გაურკვევლობაში,
მათ აქვთ ესეთი არის ყველა შეკრებილი საქმეები, როგორც ვიცით და ისინი ავიციან და გადაწყვეტილება მიიღონ შესაბამისად დაარიცავენ არანაირ უსაფრთხოების ზომებს, მიაქვთ მეხსიერების ბარათები, ჯიბით და ასე შემდეგ. ეს არის ყოველდღე სამაცვინო, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს სასამართლო. ხედავთ სანქციებს უკვე ეროვნული დონიდან ლიეტუვას მხრიდან, რომელმაც უკვე პირველად ნინო წილოსანი დაასანქცია, ეს გაგრძელდება კვლავ. თორე ეს კონსენსუსი ევროკავშირის შიგნით სლოვაკეთისა და უნგრეთის გამო არ ხედავთ ჩვენ ასევე ეროვნულ სანქციებს. ამას უკვე სასამართლოები აღარ ქვია, სასამართლო შენობა არ არის. მე მიმაჩნია, რომ არის ცირკის შენობა. იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ისე, როგორც არ უნდა ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში, სადაც კანონი მუშაობს და კანონი კანონობს, ასეთი სასამართლოები არ არსებობს. ჩვენ უდრეკად, მედგრად ვიდგებით ბოლომდე, რათა ჩვენი ბიჭები და ჩვენი პოლიტპატიმრები ყველა აბსოლუტურად განთავისუფლდეს. ბოლომდე გრძელდება ბრძოლა და ჩვენ არ დავიღლებით. არ ვიცი, არ მახსოვს, ჩემი კომპეტენცია არ არის. მთელი დღის განმავლობაში სწორედ ეს სიტყვები და ფრაზები ჟღერდებოდა სასამართლოს დარბაზში. 3 მოწმიდან ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა ადვოკატების ინტერესი, მათ კითხვებს ცალსახაპასუხებს კი არა, ზოგადად პასუხებსაც კი ვერ სცემდნენ. ამის გაგრძელება იყო სწორედ მეხსიერების ბარათის ეგრეთ წოდებული ფლეშკის ჯიბით მიტანა ერთ-ერთი მოწმის მიერ, რომელიც არის მთავარი გამომძიებელი ამ საქმეში, რაც მათთვის იყო დამამძიმებელი გარემოება. სწორედ ამან გამოიწვია ადვოკატები და მათ შორის ბრალდებულებში ძალიან დიდი პროტესტი, როგორც ბრალდებულები ამბობდნენ, ისინი აპირებდნენ დარბაზის დატოვებას და ამ დრომდე არის კითხვის ნიშნის ქვეშ ისინი იქნებიან თუ არა მომავალ სხდომაზე შესაძლებელია საკუთარი პროტესტი. სინდისის პატიმრებმა სწორედ ასე გამოხატონ და აღარ გამოცხადდნენ სასამართლო დარბაზში, თუმცა ეს ჯერჯერობით არის უცნობი, ისინი მოლაპარაკების რეჟიმზე არიან და შემდგომ უკვე გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა დღევანდელი მონაცემების შეჯერების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ მოახდინა დღევანდელმა დღემ იმის ლუსტრაცია თუ რამდენად დიდ უსამართლობასთან აქვს ქართულ საზოგადოებას საქმე და რომ ამ ყველაფრის გაგრძელება არის ის ყველაფერი, რაც სასამართლოს შენობაში ხდება.